მოვიდა გაზაფხული. რამდენჯერ ვახსენეთ ეს გაზაფხული ისე გვიხარია და რა თქმა უნდა ყველას გვინდა საუკეთესო ფორმაში ვიყო და ჩავდგეთ ჩვენს დიდებულ ფორმაში. აბა. ეხა არ მითხარ რომ არაო. ხო და გისმენ ერთი რა უნდა შემოგთავაზო მაინტერესებს. არა, ნუ ყველასთვის ძალიან ისეთი აქტუალური ხდება. ზაფხულისთვის მიდის მზადება. გაზაფხულიც არ არის ურიგო, ცოტა უკვე რაღაცა მოღერხილი კაბები და მოღერებული ყელანქები. და კაი ეს ყველაფერი. აი სხვათა შორის გაცოცხლდა ხალხში ეს სურვილი, იმიტომ რომ მე რო ვასწრინებ ხოლმე დილას ჩემპოს, საკმაოდ ბევრი მორბენალი ხდება ხოლმე. თქვენ არა? მე ვერ ვსეინო სამსახურში, მაგრამ დიდ რომ მიგრო სამსახურში ხედავ რომ ესეთი დადიან, დარბიან, გამოდიან, აქტიურად ვარჯიშობენ, კი? ძალიან ბევრ შურს მაგათი, იმიტომ რომ მე არ მაგდრო რომ ანუ ელემენტური ძალიან ბევრ შურს მაგათია, შენ არ მოიაზრები მათში. ისე მაგას არ ჭირდება დრო არ ქონა. ნუ არ შემიძლია მაგაზე ადრე ადგომა. ლევან შეუძლია უკვე ამაზე რომ ესაუბროს. ლევანი უნივერსალურია, ეგ ვიცი. ლევანი ახერხებს ამას სახლშიც კი. თიკა დამეთანხმები რომ ზამთრის განმავლობაში ადამიანების რაღაც პოპულაციამ წონაში მოიმატა. ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. ჩვეულებრივი ამბავია დამეთანხმები, იმიტომ რომ სიცივეა, გარეთ გასვლა არ გინდა, სეირნობა არ გინდა, ცივიქარის გეშინია და ასე აი თბილი საჭმელი გინდა? პლუს ამას ემატება რომ ბევრი დღესასწაული გვაქვს. ამ ყველაფერმა გამოიწვია ჭარბწონიანობა. რა ვქნათ? უნდა ვივარჯიშოთ, რაც შენ მასწავლე. კაი, ვივარჯიშოთ ერთია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მინდა გითხრათ იკა რომ მარტო ვარჯიში თურმე არ ნიშნავს არაფერს. აუცილებლად კვებით უნდა შევუწყოთ ხელი. კი, თქვენ ნამდვილად გეთქმით ბატონ ლევან, შედეგი სახესია. თიკა და აუცილებლად ცილები ვარჯიშთან ერთად უნდა ჩავრთოთ კვების რაციონში. კი, ვიცი რომ ცილები ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს თუ ვარჯიშობ კუნთისთვის. კი ბატონო. და კიდევ რისთვის არის მნიშვნელოვანი? რაც შეეხება თიკა მინდა გითხრა რომ ადამიანის ორგანიზმი აგებულია ცილოვანი სტრუქტურისაგან. ერთი სტრუქტურა ცილოვანი წარმოადგენს უმეტეს ნაწილს. მის შემადგენელი კომპონენტი წარმოადგენს ამინომჟავა. სწორედ ამინომჟავები განსაზღვრავს სიცოცხლის უნარიანობას ჩვენს ორგანიზმში. ანუ, როდესაც რაღაც ტიპის ამინომჟავა გვაკლია, ეს ჩვენ ორგანიზმში ძალიან ცუდად მოქმედებს. და აღნიშნულიდან გამომდინარე, ამინომჟავა შეუძლია აღდგენა, რეგენერაციის უნარი ადამიანის ორგანიზმში, ხოლო მის დეფიციტი იძლევა სხვადასხვა ტიპის დაავადებებს. ამინომჟავა გქონდება? ანუ ცილა იგივე? ცილაში შედის ამინომჟავა. მინდა გითხრა, როდესაც ამინომჟავების დეფიციტი განიცდის ორგანიზმს, ირღვევა მჟავათუტოვანი წონასწორობა. ადამიანის ორგანიზმში ირღვევა ფერმენტული აქტივობა. ამიტომ არსებობს ორი ტიპის ამინომჟავა, როდესაც ის ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ გარედან, ან ჩვენ ორგანიზმში უნდა სინთეზირდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ტიპი ამინომჟავების, რომელიც აუცილებლად კვებით უნდა მივიღოთ. კაი, რამდენი ცილა, რამდენი გრამი თუ რა პროცენტის უნდა იყოს ცილა? ეს თიკა დამოკიდებული ადამიანის სხეულის ზომაზე და წონაზე. აბა, მიგვახვედრეთ, როგორ დავთვალოთ? როგორ და მაგალითად 70 კილოგრამი წონის ადამიანისთვის, მადლობა. შენთვის მაგალითად საშუალო დღიური ნორმა არის 55 გრამი ცილა. თუმცა ეს ციფრი იცვლება ასაკის და სქესის მიხედვით. კარგი, ანუ 55 გრამი ხორცი უნდა ვჭამო და ეს არის ჩემი რაციონი? არა, თიკა. აბა, რადა ქათმის, საქონლის, ღორის და თევზის ხორცში საშუალოდ 30 გრამში არის 7 გრამი ცილა. ანუ ეხა მითხარი, რამდენი ვჭამო? რამდენი უნდა ჭამო? თიკა და 200-250 გრამი ხორცი. რამდენია თვალის ზომით? რამდენია უნდა აწონო? აი მაგალითად ერთი დიდი სტეიკი. რა ლაპარაკო? ხო, არის მართლა? რა მაგარია ხალხო, ანუ 70 კილო ადამიანის პირობებში ერთი გადასარევი ზომა სტეიკის გვეჭმევა, ან ერთი კარგი გრანდიოზული თევზის, ან მწვადის. რა კარგია? 250. კარგი, კიდე საიდან მოვიპოვოთ ეს ცილები? თიკა, მინდა გითხრა, რომ უმაღლესი ხარისხის ცილების შემცველი ის პროდუქტებია, რომელიც ადამიანისთვის აუცილებელ ამინომჟავებს შეიცავს. ეს არის ქათამი, ღორი, საქონლის ხორცი და თევზი. მათი კვებითი მნიშვნელობა განსხვავდება სრულიად ერთმანეთისგან. მაგალითად, ქათმის და ღორის ხორცში უფრო მეტი არის თუთია. საქონლის ხორცში უფრო მეტია რკინა, მაგალითად, და თევზში დიდი რაოდენობით მოგეხსენებათ არის ომეგა-3. ასევე მინდა გითხრათ იკა, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს კვერცხი, ვინაიდან კვერცხი ყველა სახის ამინომჟავას შეიცავს თითქმის. რამდენი კვერცხი? დაახლოებით 2 კვერცხი დღეში. ოღონდ ეს უნდა იყოს
მოხარშული. მოხარშული. შემწვარი რო იყოს ისე. შემწვარი შესაძლებელია ზეითუნის ზეთში, მაგრამ ცილა განიცდის დენატურაციას უფრო მეტად ვიდრე მოხარშული. მივჭამე დღეს მოხარშული კვერცხი. ძალიან კარგი გეტყობა სახისგანზე. დიდი მადლობა. კარგი, ეხლა გადავიდეთ ბოსტნეული მიმართულებიდან, აი რა შეიძლება ასევე პროტეინის წყარო ჩაითვალოს. ცილების წყარო რა არის, რომლებია? თიკა, ვინც მხოლოდ ბოსტნეულს მიირთმევს და არიღებს საკმარისი რაოდენობით ხორცს, ვეგეტარიანებზე არის ამ შემთხვევაში საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ისეთი მცენარეული პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ყველა აუცილებელ მინერალს, ამინომჟავას ამ შემთხვევაში, მაინც ცილის ის რაოდენობა ამ პროდუქტებში უფრო ცოტა არის, რაც არის საჭირო ჩვენი ყოველდღიური ნორმისთვის. თუ ვეგანი ან ვეგეტარიანელი ხართ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ცილების შემადგენლობას საკვებში. ანუ ეს იგი 55 გრამი არის დღიური დოზა, ხო? კაი. ეხლა მოდი გავუყვეთ. ეხლა მარტო ხორცს ხوار შევჭამთ მართლა და გვინდა ბოსტნეული ერთი ჯამი, ხო? ვამბობთ, კარგია, აუცილებელია, საჭიროა. ვიტამინები და არა მხოლოდ. აი ამ ერთ ჯამ ბოსტნეულში საკმაოდ მცირე რაოდენობის ცილა იყრის თავს. სულ რაღაცა 2 გრამ ცილაზე ვსაუბრობთ. თუმცა 2 გრამით საქმეა მაინც, ხო? ერთმანეთს თუ მივამატებთ, უკვე საქმეა. რაც შეეხება აი ეს პარკოსნებს, ლობიოს და ოსპს, მათ შემთხვევაში ბევრად მეტია ასეთი ცილის მარაგი აი ამ მიმართულების ბოსტნეულში. 100 გრამში არის 9 გრამი ცილა. ანუ ცოტა კაი ბევრი ლობიოს ან ოსპის ჭამა მოგიწევთ. თხილეულში არის საკმაოდ ბევრი რაოდენობის ცილა, ნუში იქნება ეს ფესუმზირა, ნიგოზი თუ სხვა. 30 გრამ თხილეულში შედის დაახლოებით 5 გრამი ცილა. სხვათა შორის ბევრი ადამიანი გაგიგიათ, რომ ცილების რაოდენობის მისაღებად იღებენ დანამატებს პროტეინების სახით. ნუტრიციოლოგების აზრით ეს არ არის აუცილებელი. თუ თქვენ ბალანსირებულ კვებაზე იმყოფებით, ცილასთან ერთად თქვენ აი ამ კვებით იღებთ სხვა საჭირო ნივთიერებებს. პროტეინების დანამატებით კი ამ ნივთიერებებს საერთოდ ვერ იღებთ. ამიტომ რა თქმა უნდა ჯობიათ, რომ ჯამრთელ კვებაზე გააკეთოთ აქცენტი და დანამატების მიღებას შეეშვათ. კეთილი, აქვე ხილი ვახსენოთ, რომელიც არის ცილის შემცველი ხო ძალიან მცირე რაოდენობით, ასე რომ მასზე ნუ დააყრდნოთ მთელი თქვენი ცილების მარაგის მოლოდის, იმიტომ რომ თითქმის უმნიშვნელოა ცილების რაოდენობა, თუმცა ჯამში არაჩვეულებრივად მარტივი და გემრიელი პრინციპში მიმართულება გაჩვენეთ, როგორ შეიძლება გაზაფხულისთვის მარტივად, უმტკივნეულად და რაც თორე გემრიელად ჩადგეთ ფორმაში. არჩევანი საკმაოდ დიდი ყოფილა ჩვენი პროდუქტებისა, რომლითაც დავტვირთებთ ჩვენს ორგანიზმს და პირიქით ვარგებთ და თან გავახტუნებთ. გემშვიდობები, ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენს ექიმებს მადლობა ამდენი რჩევისთვის, რომელიც მოვისმინეთ დღევანდელი ნამდვილი ექიმების გადაცემაში და ხვალ უკვე ახალი რჩევები თქვენთვის მზად გვაქვს. ხვალამდე. ნახვამდის.